მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 7. ნახატზე მოცემულია დენის ძალის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი 3 გამტარისათვისო, ტენულ მომენტისათვის A გამტარში გასული მუხტის სიდიდეა 1 კულონიო. ესე იგი, ჩავწეროთ, მოცემულობით გვეუბნებიან, რომ ტენულ მომენტისათვის გამტარში გასული მუხტის სიდიდეაო, ესე Q ტენულ მომენტში, ტოლი არის არ და ეს ტენული ვიგულისხმოთ, რომ ტენულ მომენტია, Q უდრის 1 კულონს. და რისი ტოლია ბედაცი გამტარებში გასული მუხტები დროის იმავე მომენტში. და გვეკითხებიან Q-ს რომელ წერტილში, ესე იგი, რომელი გამტარისთვის B-სთვის და C-სთვის ეს უნდა განსაზღვროთ და ეს არის Q-სთვის. კი ბატონო, ახლა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ მოდი ჯერ დავთვალოთ ეს 1 კულონი რა მუხტი არის. 1 კულონი არის I QA-ში, იგივეა რაც ტენულ მომენტში გვაინტერესებს, ხო? ტენულ მომენტში დენის ძალა არის I0 გამრავლებული T0-ზე. უდრის 1 კულონს. ეხლა I0 T0 თუ დავაკვირდებით, აი ამ მართკუთხედის კვადრატს კი გავს პრინციპში. მაგრამ მართკუთხედად ჩავთვალოთ, მართკუთხედის ფართობის ტოლი არის, აი ამის. შესაბამისად, ეხლა B-სთვის რა იქნება? B-სთვის იქნება უკვე ფართობებით თუ გავაკეთებთ ჩვენ ამას, B-სთვის იქნება აი ეს ნაწილი, აი ეს ნაწილი. რომელიც ამ I0 T0-ის ნახევარია, ანუ Q-B-სთვის გამოგვდის რისი ტოლი? ამის ფართობს თუ დავითვლით, რამდენი გამოგვდის? I0 T0-ის ნახევარი, ხო? აი მართკუთხედის I0 T0-ის ნახევარი გამოგვდის, I0 T0 აგერ 1 კულონია, ანუ 0.5 1/2 კულონი გამოგვდის B გამტარისთვის და C-სთვის. ნუ C-სთვის კიდე გვექნება უკვე აი ამ ტრაპეციის ფართობი შეგვიძლია ამ შემთხვევაში დავითვალოთ ჩვენ. ამ ტრაპეციის ფართობს თუ დავითვლით, Q-C-სთვის გამოგვივა ფუძე არის, ქვედა ფუძეა 2I0, ზედა ფუძე არის, ფუძეების ნახევარჯამი გვინდა, ხო? ზედა ფუძე არის I0, ფუძეების ნახევარჯამი გამრავლებული სიმაღლეზე, სიმაღლე T0-ია. ეს რამდენი გამოგვდის? ეს ტოლი გამოგვდის 3/2 I0 T0. I0 T0 1 კულონია, ანუ ეს პირდაპირ გამოგვდის 3/2 კულონი. აჰა, ესე იგი, საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს ჩვენ Q-B-ში ყოფილა 0.5 კულონი და Q-C-ში გამოგვივიდა ჩვენ 3/2, ან 1.5 კულონის ტოლი. შევხედოთ ახლა პასუხები 0.5 კულონი, C-ში 1.5 კულონი. ხო, პასუხი A გამოგვდის, ხო? პასუხი A.